დღეს ექიმებში. მარტო ხართ უეცრად თქვენ ზურგს უკან კარი ჯახუნდება, შუქი ქრება და ისმის კამის ჭრიალის ხმა. საშიშია თუ სასარგებლოა ვიდეო თამაშები თქვენი ჯანმრთელობისთვის. რატო ხდება ასე? პასუხი ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ჩვენ ეს შიში მოგწონს. რამდენი წლიდან არის ნებადართული ძალადობრივი შინაარსის მქონე თამაშები? ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ 13 წლამდე ბავშვებისთვის ვიდეო თამაშები არ არის რეკომენდებული. გაიგეთ შემაშფოთებელი მიზეზი იმისა, თუ რატომ გვიწითლდება თვალების საცურაო აუზი. შეიძლება შეგაჟრიალოთ კიდევაც და შეიძლება აუზის წასვლაც არ მოგიდეთ. როგორ უნდა მოვიქცეთ თუ ყურში მწერი შეგვიფრინდა? ხოვნით რომ დაელაპარაკო არ ამოდიან ხო თავის წინ. გველსახვრელით ამოიყვანსო კი არა ნათქვამი, მაგრამ ყურიდან მატლი მე მგონი მოლაპარაკებების გზით თავის თარამდა. რაზე მიანიშნებს კბილის პასტის ტუბზე დატანილი ფერადი ნიშნულები? ეს არის ძალიან კარგი შეკითხვა. რა შანსია რომ თქვენი შვილი მემარცხენე ანუ ცაცია გამოვიდეს? ოჯახში ერთადერთი ცაცია ვარ მე. სპეციალური სტუმარი ზალიკო სულაკაური. 4-ვენი გაგხატეთ. ნახეთ მისი დახატული ექიმების კარიკატურა. შედიხართ ოთახში, ანთია მხოლოდ ერთი ბჟუტავი ნათურა და მის ქვეშ დგას კამი, რომელზეც უცნაური აღნაგობის კაცი ზის, მისი სახის ღია ჭრილობებიდან ჩირქი და სისხლი წვეთავს. ხელში მას სისხლიანი დანა უჭირავს. ოთახში სიჩუმეა და გესმით მხოლოდ საკუთარი ფრთხილი სუნთქვა. მარტო ხართ, უეცრად თქვენ ზურგს უკან კარი ჯახუნდება, შუქი ქრება და ისმის კამის ჭრიალის ხმა. ხვდებით რომ კაცი წამოდგა და თქვენსკენ მოდის. ხო შეგეშინდა. რავი, დავიძაბეთ მაგრამ. მე ვარ ასყვები ახში. თეჩუკი რა, სამკაცმა ცუდი სიზმარი ნახა აშკარად და დარბაზიც დაიზაფ რა. ეხლა წარმოიდგინეთ რომ ის ყველაფერი რაც ახლა აღწერე ვიდეო თამაშის სიუჟეტია. დამეთანხმებით რომ საკმაოდ საშიშია არა და ბევრ ადამიანს ასეთი ვიდეო თამაშები ძალიან მოსწონს. დღეს ჩვენ სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ. რატომ მოგწონს თამაშები, რომელიც გვაშინებს? ალბათ უამრავი მშობელი დამეთანხმება იმაში, რომ ჩვენ ყველას ძალიან გვაწუხებს, როდესაც ჩვენი თინეიჯერი შვილები საათობით უსხედან კომპიუტერებს და საშიშ ვიდეო თამაშებს თამაშობენ. ჩვენ ვერ ხვდებით თუ რა სიამოვნებას იღებენ ისინი ამისგან და რაც არ გვესმის, ის გვაშინებს, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი შეიძლება იმიტომაც გვაშინებდეს ჩვენ რომ ჩვენ ეგეთ თამაშებს მოსწრებულია რომ ჩვენ ცოტა უფრო თბილი და კეთილი თამაშებით ვიყავით დაკავებული და ეს თუ თამაშია შეიძლება არ იყოს აღქმადი ეხლა კი ჩვენ ნუბაგაძი მოგწონდა მაგალითად მულტფილმი ცოტა ისეთი კარლსონი კონსტრუქტორები შემოქმედებით დაწყობილი სათამაშოები მაგრამ ეს იყო მაშინ ჩვენი ან ჩვენი მშობლების შემოქმედების შედეგი და აი დღეს უკვე მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერები ყოველწლიურად უმამრავ დროს ენერგიას და ფულს ხარჯავენ იმისათვის რომ შეიქმნას ისეთი ვიდეო თამაშები რომელიც ჩვენ შეიძლება მართლა რეალურად შიშით გულს გვიხეთქავდნენ. რატო ხდება ასე? პასუხი ძალიან მარტივია, იმიტომ რომ ჩვენ ეს შიში მოგწონს. წელს შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ინდიანას უნივერსიტეტში ეს საკითხი იკვლიეს და დაადგინეს, რომ ადამიანებს საშიში ვიდეო გეიმების უფრო ეშინიათ, ვიდრე საშინელებათა ფილმების და რაც უფრო მეტად ეშინიათ, მით უფრო მეტად მოსწონთ ეს პროცესი. მართალია, იმიტომ რომ თამაშის დროს ყველაფერზე პასუხისმგებელი თავად ხარ. თუ კი ფილმის ყურებისას შენ ხარ ამ პროცესებზე დამკვირვებელი და მოქმედება ხდება შენგან დამოუკიდებლად, ვიდეო თამაშის შემთხვევაში ყველაფერს თავად აკონტროლებ, ჩართული ხარ ამ პროცესში და თამაშის დროს ეკრანს ვერ დაუყურებ. რა შვები იდიოტო, არ დაარტყა ხელი იქით. გადაწყვეტილების მიმღები ამ შემთხვევაში თავად ხარ, მოქმედების შემსრულებელიც თავად ხარ და შესაბამისად ემოციურად სრული ჩართულობაა თამაში. აი მაგალითად ამ თამაში, რომელიც ეხა ეკრანზე გადის, თვითონ წვეთ შეხვიდე თუ არა იმ კარის იქით, რომელიც არ იცი რა ხდება. ან შეაყო თუ არა ის ფანჯარა, რომლის იქითაც ბნელა, ან შეყო თუ არა ხელი იმ უჯრაში, რომელშიც არ იცი რა დევს. ეს როგორც ჩანს, სასიამოვნო პროცესია ადამიანებისთვის. კი, თუ ფილმში ვუყურებთ ამ ყველაფერს, როგორ მისდევს ვიღაცას ზომბი, ვიდეო თამაში, ეს ზომბი ჩვენ მოგდევს და შესაბამისად შენი ბედი შენსავე ხელშია და უფრო მეტ ენერგეტიკას ხარჯავ და საკუთარ მოხერხებულობაზეა გამოსავალს იპოვი თუ არა და ზომბი შეჭამს თუ არა. ბევრი ადრენალინი გამოიყოფა და ეს ადრენალინი საკმაოდ დიდი ემოცია და სადაც მე მაგალითად მიყვარდა თამაშები. ალბათ ეს არის ზუსტად ის მიზეზი, ეს ადრენალინის გამოყოფა, თუ რატომ სიამოვნებს ზოგ ადამიანს საშიში ვიდეო გეიმების ვიდეო თამაშების
ადამიანს ზოგადად აქვს მოთხოვნილება ექსტრემალურ სიტუაციებში ყოფნის, ამიტომ როდესაც 24 საათი ოფისში ზის და მუშაობს, მას არ აქვს იმის საშუალება რომ რაღაც ექსტრემით დაკავდეს და ამიტომ ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ შენი თავი ცოტა გამოაფხიზლო და შეიაშინო და ადრენალინის ულუფა გამოათავისუფლო სისხლში. თან ასეთი ადამიანების რიცხვი ცოტა არ არის. გამოკითხულთა 54%-მა თქვა, რომ საშიში ვიდეო თამაშები სასიამოვნოა მათთვის და ამითი სიამოვნებას იღებენ. სხვადასხვა კვლევების ძალიან საინტერესო ნაწილი იყო ის, რომ გამოკითხეს გოგონები და ბიჭები. გოგოებს და ბიჭებს თანაბრად ეშინოდათ ამ თამაშების, მაგრამ ბიჭები ამას არ აღიარებდნენ და გოგოები კი ამას გამოხატავდნენ. ბიჭები ალბათ უფრო მეტად საუბრობენ იმაზე, რომ როგორ მოსწონთ ეს შიშის გრძნობა, როგორი მათთვის ეს ექსტრემალური და დიდი ადრენალინის და სიამოვნების მომნიჭებელი იყო, ხოლო გოგონები უფრო იმას აღწერდნენ, თუ როგორ ეშინოდათ მათ ამ თამაშების თამაში. ესეც ალბათ ერთ-ერთი გენდერული სტერეოტიპის ნაწილია. ბიჭების შიშის აღიარება უფრო არ ითვლება კარგტონად, რა თქმა უნდა, და ისინი მალავენ ამას. კარგი, მივიღეთ ეგ შენიშვნა, მე მეშინია ხოლმე მაგალითად ესეთი თამაშების და ამიტომ მე ვთამაშობ ისეთ თამაშს, ნადირობა და ასე შემდეგ რა. რისიც არც რეალურად არ მეშინია რაღაცები. მე საერთოდ არ თამაშობ ეგეთ. აღიარებითი ჩვენება მივეცით სამივემ და ბოლოს კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მოგწონს საშიში ვიდეო თამაშები, ის არის, რომ მათში მოთამაშეები თავიანთ ყველაზე დიდ შიშებს პირისპირ ეჩეხებიან. და ეს ერთგვარად ამზადებს მათ რეალურ ცხოვრებაში რამე შიშთან შეხვედრისთვის. რა თქმა უნდა, მაგრამ პურზე რო ჩახვალ და ზომბი შეხვდება სადარბაზოში, უკვე გეცოდინება როგორ უნდა მოიქცე ალბათ შეგეშინო. ლევან, მაგრამ მე მგონი ბევრ ადამიანს ვერ წარმოედგინა, რომ შუა ქალაქში ვეფხვი შეჭამდა ან ლომი ასე, რომ ყველაფერი მოსალოდნელია. აი გეიმერები ამ სიტუაციისთვისაც მზად იყვნენ. ცოტა ხანში ექიმებში შესაძლებელია თუ არა რომ წერმა თქვენს ხურში კვერცხები დადოს. იყო რამდენიმე შემთხვევა. რამდენიმე შემთხვევა? რჩევები, როგორ მოვიქცეთ თუ ხურში რამე შეგვიძრა. მოკლედ, რატომ შეიძლება მოგწონდეს საშიში ვიდეო თამაშები, ეს უკვე გავიგეთ, მაგრამ დავსვათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელსაც დარბაზს დაუსვავ. მოიმარჯვეთ თქვენი ნიშნულები და გვიპასუხეთ, მითია თუ რეალობა, რომ საშინელებათა ფილმების და საშიში ვიდეო თამაშების გამოყენება და თამაში სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის. დარბაზის უმეტესობა თვლის, რომ ეს არის მითი, სინამდვილეში ეს გახლავთ რეალობა. საქმე ისაა, რომ საშინელებათა ფილმების ყურების ან საშიში ვიდეო თამაშების დროს თქვენ სხეულში ერთგვარი მზადყოფნის დაძაბულობის და მობილიზების შეგრძნება ჩნდება. ან მზადყოფნის მდგომარეობის დროს გამოიყოფა ადრენალინი, ჰორმონი, რომელიც უამრავი დადებითი თვისებით არის ცნობილი. გმატებს ენერგიას, გულის მუშაობას აუმჯობესებს, ფილტვის მუშაობას აუმჯობესებს და ასე შემდეგ. ანუ ზოგადად დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ძალიან შიშია მათთვის, ვისაც გულის პრობლემები ან ჯანმრთელობის სხვა სახის პრობლემები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ადრენალინი გამოიყოფა ასე დროს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და გარკვეული დადებითი თვისებები აქვს ამ ყველაფერს, ბავშვებისთვის ეს ძალიან საშიშია. დიდი დოზით ვიდეო თამაშების თამაში იწვევს უძილობას, სიმსუქნეს, ნერვულაშლილობას, კონცენტრაციის დაკარგვას, რაც სწავლაში ხელს უშლის ბავშვებს, აგრეთვე იწვევს აგრესიას და დამოკიდებულებას ვიდეო თამაშების მიმართ. ლევან, თუ არსებობს გარკვეული რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ხან შეიძლება ნებადართოთ ბავშვს ითამაშოს ესეთი თამაშები? კი, ნინო, რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი რეკომენდაციები, მე შემიძლია გაჩვენოთ ცხრილი, აი ნახეთ ეკრანზე. 0-დან 2 წლამდე ბავშვებისთვის აკრძალულია ყველანაირი ელექტრონული მოწყობილობები. 3-5 წლის ბავშვს შესაძლოა დავთოთ ნება, რომ 1 საათი დღეში უყუროს არაძალადობრივი შინაარსის მქონე სატელევიზიო პროდუქციას. 6-12 წლის ასაკში შესაძლოა 2 საათით დავსვათ ბავშვი ტელევიზორთან, ხოლო 13-18 წლის ბავშვს შეიძლება მივცეთ უფლება ტელევიზორის ყურებასთან ერთად ითამაშოს სმარტფონით, პლანშეტით. ოღონდ რა თქმა უნდა, ეს შინაარსი არ უნდა იყოს ძალადობრივი. და 30 წუთი დღეში შეუძლია ითამაშოს არაძალადობრივი ან თუნდაც ძალადობრივი ვიდეო თამაშები. 13 წლამდე ეს ყველაფერი აკრძალულია. მადლობ ლევან, მართლა ძალიან საინტერესო ცხრილი იყო და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი მშობლები დაიმახსოვრებენ. მე იმედი მაქვს, რომ ჩემი შვილები უყურებენ ამ გადაცემას. ამ ცხრილში ასევე საყურადღებოა ისიც, რომ ონლაინ ძალადობრივი ვიდეო თამაშები და პორნოგრაფიის ყურება არ არის რეკომენდებული არც ერთი ასაკობრივი ჯგუფისათვის, აქ რაც იყო ზემოთ ჩამოთვლილი. საერთოდ რაც ახლა მოვისმინე, მეც გავითვალისწინებ ამას და ჩემი შვილებიც, როგორც ლევანმა თქვა, ერთი 13-ის არის და მეორე 11-ის. 13 წლის, რომელიც არის იმას, სულ ცოტა ხანში დავრთა უფლებას, რომ ვიდეო თამაშები ითამაშოს, თუმცა აქამდე თამაშობს ჯერა შენი ნებართვის გარეშე ალბათ საკმაოდ ბევრ თამაშობდნენ, მაგრამ ახლა რატომღაც არ ვიცი, მობეზრდათ ალბათ და
ნაკლებად დროს უთმობენ ვიდეო თამაშებს. ყოველ შემთხვევაში საინტერესო რეკომენდაციებია ძალიან, რომ მშობლებმა გაითვალისწინონ, იმიტომ რომ ზოგიერთი ბავშვი მართლა მიჯაჭვული არის კომპიუტერულ თამაშებთან და ძალიან ბევრ დროს კარგავს ამითი ჯობია წიგნი წაიკითხოს. და ძალიან ბევრ პრობლემას იწვევს ასევე ჯანმრთელობის თვალსაზრისით ეს ყველაფერი, რადგან ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, მე მგონი, საკმაოდ გასაგებ ენაზე. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ 13 წლამდე ბავშვებისთვის ვიდეო თამაშები არ არის რეკომენდებული. თუმცა 13 წლიდან და ზემოთ ზომიერმა თამაშმა შეიძლება ადამიანზე დადებითი გავლენაც კი იმოქმედოს ადრენალინის გამოყოფის გამო. კომპიუტერული თამაშები ისეთი საშიში არ არის, როგორიც ამის მშობლებს ეშინიათ, მაგრამ ასეთი თამაშებისთვის დიდი დროის დათმობა ნამდვილად შეიცავს ჯანმრთელობისათვის ძალიან სერიოზულ საფრთხეებს. მოკლედ, ზომიერება უხდება ყველაფერს. ახლა მინდა აუდიტორიას მიმართო კითხვით, აბა თუ იცით, რატომ გვიწითლდება თვალები აუზში ყოფნისას? აუზებში დეზინფექციის მიზნით იყენებენ ქლორს და ეს იწვევს თვალების დაწითლებას. შენი ვერსია მიღებულია, გადაეცი გვერდზე. ვინმეს ხომ არ გაქვთ განსხვავებული აზრი? წყალი იწვევს თვალის გარსის გაღიზიანებას, არა მარტო აუზში, არამედ დაბადის შემდეგაც შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს. მე მოგცემთ ახლა ერთ მინიშნებას, მიზეზი გარდა იმისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ახლა არის გაცილებით მეტად საზიზღარი და არაჰიგიენური. პასუხის მოსმენის შემთხვევაში თქვენ შეიძლება შეგაჟრიალოთ კიდევაც და შეიძლება აუზზე წასვლაც არ მოგინდეთ. მოდი კიდევ ერთი შანსი გაქვს, რომ ამაზე მიპასუხო. არის. მაინც ქლორს აბრალეთ ამ ყველაფერს? ნეტა ქლორი იყოს ამ ყველაფრის მიზეზი. სინამდვილეში ქლორი თვალებს არ აწითლებს, თვალებს აწითლებს ქლორის რეაქციაში შესვლა ადამიანის შარდთან და ობთან კონტაქტისას. მოკლედ, თუ აუზზე ხარ და ამჩნევთ, რომ წყალმა თვალები გაგიწითლათ, სინამდვილეში ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ წყალში ვიღაცამ მოშარდა, ან ძალიან დიდი რაოდენობით ოფლი დაგროვდა. ის რომ ქლორი კი არა, ქლორში შერეული შარდი და ოფლი გვიწითლებს თვალებს, გამოიკვლიე ადამიანის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ამავე ორგანიზაციამ დაასკვნა ისიც, რომ ეს ყველაფერი სასუნთქის სისტემის პრობლემასაც კი უქმნის ხოლმე, ანუ წყლის გადაცდომის გამო. გარდა ამისა, აუზზე ალბათ სპეციფიური სუნის გიგრძნია და გიფიქრეთ, რომ ეს ქლორის სუნია. სინამდვილეში ეს ქლორთან შერეული შარდის და ოფლის სუნია. აუზზე ხველება, ცხვირიდან გამონადენი სპეციფიური სუნი, თვალების სიწითლე სწორედ ქლორისა და ადამიანის სხეულიდან გამოსული სითხეების შედეგია. კარგი ამბავი ნამდვილად არ არის და მათთვის ვისაც აუზზე სიარული იყოს, ხო საერთოდ საშინელი მოსასმენია, მაგრამ ტყუილში ცხოვრებას ისევ სიმართლის ცოდნა ჯობია. საცურაო აუზიდან ყველა ის დაავადება, როგორც ფეკალური, ორალური გზით ვრცელდება ან კონტაქტური გზით, ყველა ეს დაავადება შეიძლება გადაედოს ადამიანს. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ნაწლავთა ინფექციები და უფრო ხშირად ეს არის ხოლმე, ვთქვათ, ვირუსული სხვადასხვა ინფექციები, ნოროვირუსი, ვთქვათ, ყველაზე ხშირად შეიძლება როტავირუსი იყოს. აი ეს არის ძირითადად ის დაავადებები, აი ნაწლავთა დაავადებებს, რასაც ვუძახით, რომელიც შეიძლება გადაედოს ადამიანს აუზიდან, რა თქმა უნდა, თუ ეს აუზი არ არის სათანადო წესებით წყალი დეზინფიცირებული. დაავადებები პრაქტიკულად ერთი და იგივეა, ვთქვათ, ზღვაში შეიძლება რაღაც სპექტრი უფრო დიდი იყოს, მაგრამ მეორე მხრივ ზღვა უფრო დიდია და ამიტომ ძალიან ესეთი კარგი თვითგაწმენდის უნარი აქვს. აუზს ეს არ აქვს, ამიტომ აუზს სჭირდება ძალიან, ასე ვთქვათ, ყოველგვარი წესების დაცვით წყლის დეზინფიცირება. აუზებზე ვისაუბრეთ და ახლა ისინი დავზაფროთ, ვისაც ბუნებაში დასვენება უყვარს და აუცილებლად უნდა გაჩვენოთ ერთი ვიდეო, რომელსაც ინტერნეტში გადავაწყდით. წერები ძალიან შემაწუხებლები არიან, როცა ბზუიან, როცა საჭმელს აჯდებიან, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ წერმა შეიძლება კვერცხები დადოს თქვენს ყურში და მისგან მატლები გამოიშეკოს, რომლებიც თქვენს ყურში დაიწყებენ ცხოვრებას და აი ესეთ ქმედებებს. აი ზუსტად ეს ვიდეო გვიჩვენებს ესეთ ჩემთვის წარმოუდგენელ ამბავს, არ ვიცი, მე ეს მართლა როცა ვნახე ძალიან გამიკვირდა, ეს ამბავი მოხდა ინდოეთში. პაციენტმა ექიმს მიაკითხა ჩივილით, რომ მას ყურში რაღაც უწყუოდა. ექიმა ყურიდან არც მეტი, არც ნაკლები ათეულობით, აი ეს უბედურება, მატლი ამოუღო. მართლა საშინელი სანახავია, როგორც ხედავთ, აი ეს წარმოუდგენელი და ნინო, ნუ უყურებ შენ, ნუ გაუყურებ, იმიტომ რომ მართლა საშინელება, არ ვიცი ეს რატომ მოხდა, როგორ მოხდა და რამდენად ხშირია, მაგრამ ფაქტია რომ მოხდა. ის პაციენტი მარტო წუილმა შეაწუხა, მეტი არაფერი ჩივილი არ ქონდა, ყურში რომ მატლები ყავდა, მარტო ხმამ შეაწუხა. ნუ ეხლა მაგას ჩვენ ვერ დავადგენთ, ფაქტია. ეს კოტე დაახლოებით იგივე ხა
გინეკოლოგის პრაქტიკაში პაციენტი რომ რაღაცა წონაში ვიმეტებ მუცელი მებერებაო და 1-5-6 თვის ორსულობა რო არის რა გამოიკრა. ხალხი თუ შვილს ვერ ხვდება ჭიას რომ მიხდეს არ გაგიკვირდეთ მაშინ. ფაქტია რომ ეს მოხდა ინდოეთში და არა საქართველოში საბედნიეროდ, ამიტომ ბუნებაში სეირნობისგან და გასვლისგან ნუ შეიკავებთ თავს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ საქართველოში ეგეთ რაც არ ხდება და თქვენ თუ გსმენიათ რომელიმეს მსგავსი ამბავი. ყურში ჩასახლებული. არა, გამიგია რომ ყურში რა. ჩასახლებული არა, მე ვიცი რომ ჩემ ერთ ნათესავს ყურში ტარაკანი შეუძრა ღამე. შეუძრა ხო გამოუძრა მე. კი, მე საშინელი ტკივილი ქონდა. დასახლდა თუ ისე? დაასახდა თუ ქირით იყო, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ ამოვიდა. დრამწერი იყო. აა ტარაკნის მსგავსი მწერია. ეგენი არ იხდიან, შეიძლება უფასოდ დადიან ეგენი. ცოტა ხანში ექიმებში მართალია თუ არა რომ კბილის პასტის ტუბზე ფერადი ზოლი მის შემადგენლობაზე მიგვანიშნებს. ეს არის ძალიან კარგი შეკითხვა. მოდი ავხადოთ ამ ისტორიას ერთხელ და სამუდამოდ ფარდა. გაიღიმეთ ბევრი. ალბათ ქვეყნების მიხედვით განსხვავდებიან ის სახიფათო მწერები, რომლებიც შეიძლება ყურში შეგიძრნენ და მერე დაიწყონ იქ ქირით ცხოვრება. საქართველოში აი დიდი ჭიანჭველა შეგიძრეს და ისიც ან მოკვდება, ან რაღაცა დაემართება, ან გამოვარდება გარეთ რა. საინტერესოა რა უნდა მოიმოქმედო მაშინ, როდესაც გძნობ რომ ყურში რაღაცა შეგიძრა. მოდი სპეციალისტისგან ავიღოთ ეს ინფორმაცია. თხოვთ მიესალმოთ ოტორინოლარინგოლოგი ქალბატონი ნატო ნაკუდაშვილი. გამარჯობა ქალბატონი ნატო, დიდი მადლობა მოგზაურობისათვის გაბრძანდით. პირველ რიგში გითხარით თქვენს პრაქტიკაში თუ ყოფილა, აი ჩვენ ვაჩვენეთ აქ რაღაცა სასწაული ვიდეო, მოსულა პაციენტი თქვენთან, რომელიც თქვათ უჩივის ყურში რაღაცა არსებობას. დიახ, ყოფილა. და რა იყო ეს? იყო რამდენიმე შემთხვევა. რამდენიმე შემთხვევა? დიახ, უცხო სხეული, ცოცხალი უცხო სხეული, ამას ასე ქვია. იყო ჭიანჭველა, ტარაკანა და პატარა მფრინავი მწერი. მფრინავი მწერი ახლა ლეონისთანაც ცდილობდა შეძრომა სადღაც 15 წუთის წინ ყურში მე მგონი, მაგრამ ტარაკანამ როგორ მოახერხა ყურში შეძრომა? ტარაკანამ როგორ მოახერხა აბაზანის მიღების დროს წყალთან ერთად ეტყობა, იმიტომ რომ პაციენტი აღნიშნავდა რომ ყურში ჩაუვიდა წყალი. არა და საშიშია ეს ბანაობა ხედავთ. თორე ის ტარაკანი უკან ვერ გამოდის მე როგორც ვიცი. ვერ გამოდის. საშიშია ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი დისკომფორტს იწვევს ადამიანში, ოღონდ საქართველოში დიდხანს გაჩერებული ცოცხალი უცხო სხეული გარეთა სასმემილში რასაკვირველი არ მინახია. პაციენტები ძირითადად დისკომფორტს რო განიცდიან, დროულად მომართავენ ეგ. ხო, ეხა იქ ადამიანმა გამოზარდა მთელი. გამოზარდა თაობები. როგორ შეიძლება ადამიანმა თავი დაიცვას ამ ყველაფრისგან? დაიცვას არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეუძლია არ გაირთულოს მდგომარეობა. არ ცადოს ამოიღოს ეს უცხო სხეული თავისით. მაგალითად, ასანთის ღერს იყენებენ ხოლმე ძირითადად, ან თვის სხვადასხვა სახის სამაგრებს და ეს გართულება გამოდის საიდან იცით, რომ გარეთა სასმენი მილი პირდაპირ და სწორი მილი არ არის. მას გააჩნია შევიწროებები და შეიძლება აი ამ გარეთა მხრიდან ზეწოლით, ხო, პირიქით ეს უცხო სხეული გადაიტანო არსებული შევიწროების უკან. აი აქ ჩვენ ვხედავთ შვენივრად ეგრეთ წოდებულ ყელს, ანუ შევიწროების უბანს. და ამის უკან თუ გადავიდა, რასაკვირველია, ბევრად უფრო რთულდება ამოღებაც და ამოღება მაინც ამოვიღებს, მაგრამ პაციენტის სუბიექტური შეგრძნებები. აი ჯოხით რაღაცის წვალება და რაღაცა ის უარესია, რა თქმა უნდა, საშიშია. რასაკვირველი. არსებობს ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებითაც ხდება ამოღება სპეციალურად აი ამ უცხო სხეულების. ინსტრუმენტები წარმოდგენილი. დიახ, აი ეს არის კავი მაგალითად, რომელიც გვაძლევს საშუალებას ძალიან ნაზად შევიდეთ, მოვსდოთ უცხო სხეულს, გადავაადგილოთ ის ადვილად და გამოვიტანოთ. არსებობს სხვა მეთოდები, ეგრეთ წოდებული მაშა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პინცეტის გამოყენება, განსაკუთრებით წარბების პინცეტის გამოყენება, პირიქით პინცეტით კიდევ უფრო ღრმად გადავანაცვლებთ უცხო სხეულს გარეთა სასმენ-მილში. ქალბატონო, ძალიან მტკივნეული არის. მე ვიცი, რომ საკმაოდ კარგი ინერვაცია აქვს სასმენ-მილსას და ნუ დაფისაფქსას თუ ღრმად ჩავიდა ეს მწერი და ძლიერი ტკივილი არ არის ხოლმე ეს სიტუაცია. ძლიერი ტკივილი არ ქონიათ პაციენტებს ძირითად მასაში. უფრო რაღაც დისკომფორტი არის შეგუბების დისკომფორტის შეგრძნება და აი ეს შეგრძნება დისკომფორტი გამოწვეული მწერის მოძრაობით. თვითონ ამოღების პროცესის დროს არსებობს ასეთი რეკომენდაცია, რომ შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივი ანესთეტიკი, მაგალითად ლიდოკაინი, რომელიც ტკივილის გაყუჩებასაც იწვევს და თან იმ მწერს, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია, მის პარალიზს იწვევს, ნაკლებად მოძრაობს, ნაკლებად ფართხალებს ეს მწერი და მისი ამოღება უფრო ადვილდება. და ისე თხოვნით რომ დაელაპარაკო არ ამოდიან ხო თავის წეგნი. გველსახრელით ამოიყვანსო კი არის ნათქვამი, მაგრამ ყურიდან მატლი მე მგონი მოლაპარაკებების გზით თავის თარამო. თუმცა ასევე ჩვენ მაყურებელს შემიძლია ვურჩიო ელემენტარული რაღაცა, რა შეიძლება გავაკეთოთ, თუ გვაქვს შეგრძნება, რომ გარეთა სასმემილში არის უცხო სხეული ცოცხალი. კი ბატონო, ან თქვა თუ არის ტყეში მიუსტომელ ადგილას, სადაც ექიმი არ არის და პუნქტი არ არის სამედიცინო, აი რა. ჩვეულებრივი სპირტი სამედიცინო, ან ჩვეულებრივი ზეთი, ჩავიწვეთოთ ყურში. ზეთი, ანუ საკვებ ზეთია საუბარი. საკვების ზეთი ჩვეულებრივი.
ეს გამოიწვევს აი ამ წერის მოკვდება ყოველ შემთხვევაში მოიხსნება ნაწილი დისკომფორტი მაინც რაც კურსივე უნდა ჩავკლათ ის კი და მოძრაობას მაინც შეწყვეტს და დისკომფორტი მოიხსნება შემთხვევაში გასაგებია რომ ის უჟანგბადო გარემოში და სპირტით შეიძლება დავათროთ მწერი ხო შეიძლება და ჩაეძინოს უბრალოდ და ქცევის ნორმები შეიცვალოს თვალი ტარაგანის ამოყვანა ძალიან საინტერესო манипуляცია იქნება მინდორში როცა მივდივარ წამოსაწოლად ყურსაცობები რო წავიღოთ და მე იმ ბუნების და ჭიკჭიკს და ჩიტების მას ხრო ვეღარ გაიგებ აუ საათ ბუნების ყოღო დაფრინავს ისეთი მე მაგის გამოვიძინებ ხოლმე საცობით რო სანადიროთ ვარ საცობები იმიტომ რომ აი ყოღოს ხმას მირჩევნია ყველაფერი მოკლედ შევაჯამოთ ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ კი შეგვიძრა რაიმე ყურში არავითარ შემთხვევაში არ შევიყოთ შიგნით არც ჭხირი, არც ასანთის ღერი, არც თმის სამაგრი, როგორც ჩვენმა კოლეგამ ბრძანა. ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება გამოყენებული იქნას სუფთა სამედიცინო სპირტი, ან ზეთი, ასაკვების ზეთი, იმისათვის რომ მოუკლათ ან გავანეიტრალოთ მისი მოქმედება და აუცილებლად უახლოეს პერიოდში მივმართოთ სათანადო სპეციალისტს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო შეერთებისთვის კი ბატონო გისმენთ. არავითარ შემთხვევაში არ ვიხმაროთ წყალბადის დეჟანგი. ბევრ მოქალაქეს სახში აქვს ხოლმე ესეთი ისა ან მიაქვთ ან დასასვენებლად, ჭრილობის დასამუშავებლად, მაგრამ გარეთ ასასმენ მილში ცოცხალი უცხო სხეულის შემთხვევაში უფრო გაართულებს მდგომარეობას და წყალბადის დეჟანგი უფრო პოპულარულად ჟარგონულად ვიტყვი ეს არის პერეკისი, რომლის ყურში ჩასხმა ცალს ატომლაც უყვართ, ეს ამ შემთხვევაში აბსოლუტურად გამოუყენებადი საშუალებაა. ჟანგბადს რო შეიცავს მწერის ზომა მატულობს აი ყვების სფეროა, ხო? ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო სეზონური ინფორმაციისათვის, რომელიც მაყურებელს აუცილებლად გამოადგებათ. თქვენ კი დაგველოდეთ ცოტა ხანში დაბრუნდებით. ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ძალიან საინტერესო შეკითხვა მაყურებლისგან და მინდა რომ ეს შეკითხვა თქვენც წაგიკითხოთ. 17 წლის ლიკამ თბილისიდან მოგწერა ასეთი წერილი. გამარჯობა, გამიგია რომ კბილის პასტის ტუბებში ბოლოში სხვადასხვა ფერის კვადრატები მიანიშნებს იმაზე თუ როგორია ამ კბილის პასტის შემადგენლობა, ნატურალური თუ ქიმიური. მართალია რომ ამ ფერების მიხედვით უნდა გავარკვიო კარგი თუ ცუდი ესა თუ ის კბილის პასტა. მე მგონი ეს არის ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ მახსოვს რომ ერთი პერიოდი ამ საკითხის გარშემო ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა იყო ჩვენს ქვეყანაში, დიდი განხილვა მიდიოდა სოციალურ ქსელებშიც. კი ლევან ეს ნამდვილად ესე იყო და აი ზუსტად აი ამ კვადრატზეა საუბარი, რომელიც ყველა კბილის პასტას აქვს მსგავსი აღნიშვნა სხვადასხვა ფერებში. ეს კი არა, მე მახსოვს ფერების ჰქონდა დახარისხებული. მაგალითად გამიგია ესეთი რაღაც, რომ თუ მწვანე არის ეს კვადრატი, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ეს კბილის პასტა ნატურალურია და მისი შემადგენლობა უვნებელია. თუ კვადრატი ლურჯი იქნებოდა, ჟეროდათ რომ ეს ნატურალური იყო, მაგრამ დამატებული ჰქონდა უბრალოდ სამკურნალო ნივთიერებები. ხოლო აი წითელი ნიშნავდა, რომ ეს იყო ნახევრად ნატურალური და ნახევრად ქიმიური. და ბოლოს შავ კვადრატიან კბილის პასტაზე ბიზნესი ჰქონდა ჩაწოლილი, იმიტომ რომ საერთოდ მიუღებელი იყო იმის გამოყენება, ამბობდნენ ქიმიაო ეს შავ კვადრატიანი კბილის პასტა. აი ესე გამოიყურება ის 4 ფერი აღნიშნულ წუბზე, რომელიც მე ეხლა ჩამოგითვალეთ. მოდი ავხადოთ ამ ისტორიას ერთხელ და სამუდამოდ ფარდა. არა, მეგობრებო, კბილის პასტის ტუბის ბოლოში კვადრატის ფერი არანაირ დაფარულ ნიშანს არ ატარებს და არაფერს ამბობს მის შემადგენლობაზე. ეს არის ჭორი. ეს ძალიან საინტერესოა, როგორ უნდა წარმოიდგინო ესეთი რამე, რომ წარმოებელი კბილის პასტა შავ კვადრატს დაასვამდა და ეტყოდა, რომ აი ხალხო ეს ძალიან მავნებელია, მაგრამ მაინც იყიდეთ და მოიხმარეთ. ალბათ მაყურებელს აინტერესებს, მაშინ რისთვის არის საერთოდ ეს კვადრატები და მით უმეტეს სხვადასხვა ფერის. მართალი გითხრათ, რომ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე მაგალითად შეფუთვის ტექნიკური მხარე მგონია უბრალოდ. არაფერი საერთო მას კბილის პასტის შემადგენლობასთან არ უნდა გქონდეს. მოკლედ, ექიმები გირჩევთ, რომ გაიხეხოთ კბილები ყოველ დღე, დღეში ორჯერ, არ აქვს მნიშვნელობა რა ფერის კვადრატი ახადია თქვენი კბილის პასტის შეფუთვას, შედეგად გექნებათ ჯამრთელი, ლამაზი კბილები და გაიღიმეთ გოლი. ცოტა ხანში ექიმებში ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ექიმები ზალიკო სულაკაურის კარიკატურულ ნახატზე. სხვადასხვა იუმორი და სიცილი ერთგვარი თერაპია და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის და მეც ფაქტიურად ექიმია ჩვენი კოლეგა ვარ. კიდევ ერთი საჭირო ინფორმაცია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ. C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებში მოსახლეობის ნებაყოფლობით უფასო სკრინინგს ახორციელებს უკვე 1 კვირა. 1 აგვისტომდე უფასო სკრინინგის ჩატარება ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს 8 სხვადასხვა რაიონულ ცენტრში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეგიონულ ფილიალებში დიდი რეგიონალური ცენტრები ქუთაისსა და ბათუმში გვაქვს, შედარებით უფრო მოკრძალებული გვაქვს სხვა რეგიონთა მთავარ ქალაქებში, ზუგდიდი, ფოთი, ოზურგეთი, ამბროლაური, გორი, თელავი, ახალციხე.
და ყველგან აქ 2 კვირის განმავლობაში სახელმწიფოს ხარჯზე ნებაყოფლობით ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია სწრაფი მარტივი ტესტებით სკრინინგი, რომელთა სპეციფიურობა და მგრძნობელობა ძალიან მაღალია. ყველა ადამიანს შეუძლია მიმართოს ამ ცენტრებს და 20 წუთში მათ ექნებათ პასუხი, აქვთ თუ არა C-ჰეპატიტის საწინააღმდეგო სხეულები სისხლში. ამასთან ერთად პარალელურად მიმდინარეობს მობილური ბრიგადებით, ისევ და ისევ სახელმწიფოს ხარჯზე, აჭარის მაღალმთიან რეგიონებში, ასევე იმერეთის მთელ რიგ რაიონებში მობილური ბრიგადებით მიმდინარეობს ადამიანთა კვლევა ნებაყოფლობით. ჩვენ ყოველ საღამოს ვიღებთ მონაცემებს, 10,000 ადამიანს გეგმავთ რომ იქნეს გამოკვლეული, მაგრამ თუ მოთხოვნილება მეტი იქნა, მაშინ ამის საშუალება არის, რამდენსაც ექნება მოთხოვნა, ის იმდენი ადამიანი იქნეს გამოკვლეული. აქცია ითვალისწინებს ღონისძიებების მთელს კასკადს, ეს არის ყოველდღიური უფასო სკრინინგი ჩვენს იმერეთის სამართლობის ლაბორატორიაში 7 აგვისტოს ჩათვლით და ასევე გასვლები გვაქვს მობილური ლაბორატორიით რეგიონებში, სხვადასხვა რაიონებში. დღეს ვიყოფებით ზესტაფონის რაიონში. საკმაოდ მაღალია აქტივობა, რაც მისასალმებელია, რომ მოსახლეობა ესე გაინტერესდა, გამოხატავს ესე ვთქვათ მეტ ყურადღებას იჩენს თავის ჯანმრთელობის კუთხით. ამ დროისათვის ჯერ სადღაც პირველი საათია შუადღეა და უკვე 161 მოქალაქეზე მეტმა გაიარა რეგისტრაცია და ჩაიტარა გამოკვლევა. მივესალმები ამ პროექტს და ძალიან მიხარია რომ ჩვენ არ ვართ მიტოვებული და ჩვენ ესე გვივლიან და ზრუნავენ ჩვენს. ყველას ურჩევ რომ გაიგეთონ ეს ანალიზი, რომ იცოდნენ თავისი მდგომარეობა. დარბაზს მინდა მივმართო. მე ახლა გაჩვენებ ცნობილ ადამიანებს და თქვენ უნდა გამოიცნოთ რა საერთო აქვთ ამ ადამიანებს ერთმანეთთან. შეხედეთ ეკრანს. აინშტაინი ბატონო, ნაპოლეონი, ჩარლი ჩაპლინი, ჩერჩილი, პელე, ანჯელინა ჯოლი, ობამა და ზალიკო სულაკაური. რა საერთო აქვთ ამ ადამიანებს ერთმანეთს თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ხართ, ყველა ეს ადამიანი მემარცხენეა, მაგრამ აი სოციალისტი და რაღაცა უნაირო და მაგისთანა არა, ესენი უბრალოდ საციები არიან. ეხლა მე მაქვს მეორე შეკითხვა დარბაზთან. თუ იცით, აი ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანებიდან რომელი დავპატიჟეთ დღეს სტუმრად? აინშტაინის მოწვევა გვინდოდა და ჩვენი პროდიუსერი ვერაფერთ ვერ დაუკავშირდა, ტელეფონი გამორთულია. ზალიკო სულაკაურის მოწვევა გვინდოდა, სიმართლე რო გითხრათ, მაგრამ აღმოჩნდა რომ ზალიკოს არცალია, ამიტომ გთხოვთ განსაკუთრებული აპლოდისმენტებით მიესალმოთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბატონი ბარაკ ობამა. ანჯელინა ჯოლი მოგეწია, ბარა. ხა პროდიუსერი მეუბნება ყურში რომ თურმე ზალიკო სულაკაურს მოუწლია, ამიტომ ბარაკ ობამას აუცილებლად შემდეგ გადაცემაში დავპატიჟებთ. ახლა კი მიესალმეთ მხატვარი და არაჩვეულებრივი ადამიანი ზალიკო სულაკაური. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. პირიქით მეც გამიხედა თქვენი ნახვა. მოდი ცოტა ხანი მაგიდასთან რაღაც ნივთები დაგახვედრეთ და მოდი ერთად გავიაროთ ეს ნივთები. აბა, ჩემი ნივთი ისე ფანქარია. შენ ნივთი ფანქარია. შავკანიანი მამაკაცი ხო არ შეგხვდა გულისებს? კი, აქვე იყო და გამიშვიდი მეთქი ჯერ მე და მე თქვენი. გული დავწყვიტეთ ბარაკ ობამას სახში დავუშვით, მაგრამ მე ნამდვილად ბედნიერი ვარ რომ ის სახში წავიდა და შენ ჩვენთან ერთად ხარ. დარბაზით მაყოფილია როგორც ხდება, ხო? მოდი ვისაუბროთ იმ თემაზე, თუ რასაც ქვია ცაციობა, ხო? შენ ხარ ცაცია? კი ბატონო. და რაიმე პრობლემას ხო არ გიქმნის ეს ცხოვრებაში? არის რაღაც მითები, რომ ცაციების უჭირთ ცხოვრება, რაღაც გარკვეულ პრობლემებს უქმნით მათი ეს თვისება? ჩვენ დაგახვედრეთ გარკვეული ნივთები, მაგალითად ეს არის მაკრატელი, ეს არის ჩვეულებრივი მაუსი. და ეს არის ალბომი, რომელსაც აქვს ესეთი ზამბარა. ცაციებმა იციან ხოლმე საერთოდ, რომ ასეთი ტიპის ნივთებში არის რაღაცა სპეციფიკა და მაგალითად აი ამ ზამბარიან ბლოკნოტში მარცხენა ხელით მუშაობა საკმაოდ რთულია. შენთვის ქმნის ეს პრობლემას? რაკიღა შევეჩვიე, არ ქმნის. მე მინახავს ადამიანები, რომელიც ცაციები იყვნენ და გადააჩვიეს და ამის გამო ცუდი კალიგრაფია აქვს ან რაღაცა და ასე შემდეგ. მე მყავს ორი ვაჟი, რომელიც ორივე ცაცია და ჩემი მეუღლე ასევე ცაცია. მე ვიტყვი რა პრობლემები აქვს მათ ამ მიმართულებით, მაგრამ ახლა შენ გვიჩვენე. აქ მე ამასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. პრობლემა მაქვს, არც ქვია პრობლემა. მაუსი, რაც მარჯვენა ხელით ვაკეთებ, ეს არის მაუსის დაჭერა.
ალბათ შევეჩვიე და იმიტომ ეს ანატომიური მაუსია, რომელიც მემარჯვენეებზეა გათვლილი და პრინციპში მარცხენა ხელში ამას ვერც დაიჭერ. აი მაკრატელთან მიმართებაში როგორ ხარ? მაკრატელთან ჩვეულებრივად ახლა რა უნდა ვუქნე, მაგრამ წესით აი ეს ისეთი ფორმა აქვს ამას. რომ მარჯვენა ხელზეა მორგებული. მაგრამ რა ვქნა რაღაცას ვიზამ. მოვახერხებ. არ ვიცი და ვერ ვისწავლე. ეს არის თიბოა. იმიტომ რომ ძირითადად რაც მე მინახავს არის ცელი ანუ. ცელი, ხო თიბოა, ცელი მარჯვენებისთვის სპეციალურად გაკეთებული. აბა შევამოწმოთ ახლა იქ ყველაფერი რამდენი. აი, დათოს მოაქვს ცელი. პირდაპირ. მაგრამ მოიტანე. აუ. მეც ტას გიკრავ და ამას არ ველოდი. ხო და აბა ეს ეხა მემარჯვენის ცელია თუ მემარცხენის? უი, ბალახი არ არის. აჰა. არ გამოვა. ვიზამ რა ეს? ვერა. ის ანუ პრინციპში ის დანა უნდა იყოს აბსოლუტურად პირიქით, რომ რეალურად მარცხენა ხელს აი არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ცელის დანა არის აბსოლუტურად უკუღმა მოწყობილი. აბსოლუტურად ვერანაირად ვერ მოთიბავ. ამიტომ თიბავები ძირითადში ეთყობა ცელით მემარჯვენეები არიან, ხო? მემარჯვენეები უნდა იყვნენ აუცილებლად. ახლა ეს უხეში და საშიში ინსტრუმენტი მივაყენოთ. გამატანეთ, იქნება გადავაკეთოთ. სამახსოვროდ გაგატანთ, ჯერჯერობით აქ დავდოთ. ვინ გამოიგონა მაკრატელი, იცით? არ ვიცით? კარგი გეტყვით, ცაცია. მართლა? ვინ იყო ეს ცაცია? დიდი ადამიანი, ყველაზე მაგარი ადამიანი, ვინც მე ხატო ამასწავლა. და ვინ გასწავლა შენ? ლეონარდო და ვინჩი იყო ცაცია. ესე იგი ლეონარდოს ვასწავლე. თქვენ ჩამონათვალში ყველაზე დიდი ადამიანი არ ჩამოგითვლიეთ. ეს არის ლეონარდო და ვინჩი. ვინ შენ ხატვა გასწავლა? ზალიკოს გენიოსი ლეონარდო და ვინჩი. ათობრიობის ყველაზე დიდი გენიოსი ჩემი საზრით. ფოტოშოპს არსებობს ცაციები, მარჯვენები და ორივე ხელით რო შეუძლიათ თავისუფლად ფუნქციონირება. კი ბატონო. დაგვიბრუნდით ახლა მაგიდასთან და აი ახლა კი მეგობრებო დარბაზს მინდა ვკითხო, თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არის ადამიანი ცაცია? თუ ვინმე მიცის ეს ხელი აიწიეთ. დარწმუნებული ვიყავი ამაში, რომ ეს არავინ არ იცის და იმიტომ რომ ხელსაც არავინ არ წევს შესაბამისად. ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ ამ შეკითხვისთვის პასუხი ჯერ მეცნიერებსაც არ გაუციათ და ასე რომ ჩვენ გვაპატიებს ახლა მაყურებელი. თუმცა ცხადია გარკვეული თეორიები მაინც არსებობს, მაგალითად მეცნიერები დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ ცაციობა ძირითადად ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებში არის გავრცელებული და ასკვნეს, რომ მემარცხენეობას ამ ცაციობას შეიძლება გენეტიკური ფაქტორი განაპირობებდეს. ზალიკო, თქვენთან როგორ არის საქმე? ყავთ ვინმე ცაცია ოჯახში? ოჯახში ერთადერთი ცაცია ვარ მე. სხვათა შორის გენებთან დაკავშირებით მოსაზრებებს კიდევ უფრო ამყარებს სხვა ფაქტორიც. ბავშვი ცაცია იქნება თუ არა, ამის გარკვევა შეგვიძლია დაბადებამდე, მუცელში ნაყოფის მდებარეობისა და პოზიციის მიხედვით. შესაბამისად, თუ ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და უკვე ცაცია, ეს ნიშნავს, რომ მისი ცაციობა რომელიღაცა მართლა გენმაც განაპირობა. აი ხა რას უნდა აკეთებდეს ბავშვი მუცელში ბოულინგს თამაშობს თუ რა რითი არჩევ როცა. თუ ხატავს ხო იქ ზის და მარცხენათი ხატავს. არა დათო არც ბოულინგს თამაშობს და არც მშვილდის არის ფრის ნამდვილად, მაგრამ შეგვიძლია დავადგინოთ მაგალითად იმით, რომ მარჯვენა ხელის ცერს წოვს ბავშვი მუცელში თუ მარცხენა ხელის ცერს. აი ამ ეკოსკოპიურ გამოკვლევაზე ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს ბავშვი არის ცაცია. მარცხენა ცერს რა მაგრები ხასაყარელია. მოკლედ რატომაა ზოგი ცაცია და ზოგი არა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ზალიკოს მარცხენა ხელით ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია, რასაც ჩვენ მარჯვენათი ნამდვილად ვერ ვაკეთებთ. და ვერც ორი ხელით ვერ ვაკეთებთ და მე მგონი დღეს ზალიკო ამას კიდევ ერთხელ ნათლად დაამტკიცებს. სანამ ამას ზალიკო დაამტკიცებდეს, შემოსვლამდე ძალიან მაგარი რაღაც თქვა, სამ რამეს ვაკეთებ მარჯვენა ხელით და ეგ სამი რამე მინდა რომ ერთხელ თქვას კიდე. ეს ძალიან მაგარი იყო. ეს არის პირჯვრის დაწერა, აუცილებლად მარჯვენა ხელით. ჭიქის აწევა, ექიმამის ხა ჭიქაზე მძიმე არ აწიო. ჭიქის აწევა მარჯვენათი და მაუსის და მაუს მიეჩვია კი მაგაზე ვისაუბრეთ. ეს მიეჩვია და ალბათ ეგ მომენტიც არის. ბევრი შეიძლება ახლა ამას ვინც უყურებს ამ გადაცემას იყო ცაცია, გადააჩვიეს და არც არაფერი არ დაშავებულა, კი დაშავდა ალბათ. ბევრი რამე დაშავებულა ჩემი აზრით. რაღაცას აკეთებენ მაგ. თქვენ რო დაგიბათ ხელი. მარჯვენა ხელი და დაგაწერინოთ ან რაღაც ოპერაცია გაგუკეთებინო მარცხენა ხელით. ხო გარე საწყალი პაციენტი. საწყალი პაციენტი ის ვერაფერს ვეღარ გაიგებს ვერასოდეს, მაგრამ მარცხენა ხელი თუ გავუკეთებ, მე გაიგებს აუცილებლად. ჩვენ გაგვაგებინებენ. ყველანაირი საქმე უნდა აკეთო
ისე როგორც შენ გინდა. და როგორც ბუნებამ ამისთვის მოგამზადა. კი ბატონო, მესმის. და ეს კომუნისტების დროს იყო ეს მიდგომა, რომ უბავდნენ ხელს ნამდვილად და მე ვთვლი, რომ მართლა წამების ერთ-ერთი მეთოდია, თუმცა იყო შუა საუკუნეებშიც ესეთი ტენდენცია, რომ კოცონზე წვავდნენ. არა მარტო რიჟებს წვავდნენ კოცონზე. ციფრა გადაცემაში რო ვთქვით, არა? ცაციებსაც წვავდნენ, იმიტომ რომ ესე იგი ლეონარდო და ვინჩი გადარჩენილა. სატანა. შენ და ნინოს გადარჩენილები ხართ აშკარად. ის ცაცია, ეს რიჟა და აქ ხანძარია ჩვეულებრივად რომ გაიხედო. რატომღაც ითვლებოდა რომ სატანა არის ცაცია და აქედან გამომდინარე ყველა მემარცხენე არის სატანის მიმდევარი. ასე რომ ზალიკო ძალიან გაგვიმართლა რომ შუა საუკუნეებში არ დავიბადეთ. კოცონზე დაწვა და ჩვენი საბჭოთა წარსული იქით იყოს და დღესაც ხდება ხოლმე ესეთი რამე რომ მშობლები ან პედაგოგები უშლიან ხოლმე ბავშვებს მარცხენა ხელით წერას. ეს არის სრული აბსურდი, არაფრით არ შეიძლება ამის გაკეთება, ადამიანმა უნდა დაწეროს, ითამაშოს და რაც უნდა აკეთოს ის იმ ხელით, რომელიც მისთვის მოსახერხებელია. არ არის აუცილებელი რომ ყველა ადამიანი მარჯვენა ხელით წერდეს, ეს არავის არაფერში არ ჭირდება და ძალიან ცუდ საქმეს გაუკეთებთ ბავშვს თუ ამას დაუშლით. ხშირად გამიგია ხოლმე რომ აი პედაგოგები სამწუხაროდ აკეთებდნენ ხოლმე ამას. იმ საგანს, რომლის მასწავლებელს უშლიდა ხოლმე მარცხენა ხელით წერას, იმ საგანს შეიძულებდნენ ხოლმე ადამიანები. ჩემი თხოვნა არა, აი შენთან ერთად და შენს თხოვო პირადად ქალბატონ და ბატონ მასწავლებლებს, ქალბატონ და ბატონ დედებს და მამებს, რომ შვილებს არ მოექცნენ ესე, არც დღეს, არც ხვალ და რა ვიცი, რაც იყო. აი დღეს გადავეჩვიოთ ამას რა. ყველაზე მარტივ მაგალითს ვეუბნები ხოლმე ადამიანებს. ყველაზე დიდი ადამიანი ჩემთვის ლეონარდო და ვინჩი იყო ცაცია. დაამთავრდა ნათქვამია ყველაფერი დაამეგოჩაი. ჩვენ დარბაზში ყავს ძალიან საინტერესო ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ მარცხენა ხელით წერს, არამედ პირიქით, ანუ მარჯვნიდან მარცხნივ წერს. ეს განსაკუთრებული ნიჭია, მე მგონი, გამარჯობა, მოგესალმებით ჩვენ სტუმარს. დიდი მადლობა რომ მოხვედით სტუდიაში. გაგვეცანით თუ შეიძლება და გითხარით, ვინ და რატომ გაიძულებდათ მარჯვენა ხელი უფრო აქტიურად გამოგეყენებინათ და როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი თქვენს ბავშვობაში? გამარჯობათ, მე ვარ დათო. ეს ფაქტი მოხდა 99-2000 წლებში, ზუსტად აღარ მახსოვს წელი. პირველ კლასში როდესაც ვიყავი, წერდი აი ასე ზუსტად მარჯვნიდან წერდი, აი ასე მარცხნივ, ზოგს წერდი შეტრიალებულად, ზოგს წერდი სწორად, მაგრამ ანუ ასოები იყო სარკისებულად შებრუნებული და თან მარჯვნიდან მარცხნივ წერდი. დიახ, ჩემს ნაწერს უბრალოდ ჩემი მასწავლებელი ვერ არჩევდა. ჩემი მასწავლებელი კი რა ზოგადად ვერავინ ვერ არჩევდა, მაგრამ მე ჩვეულებრივად კითხულობდი და ვარჩევდი. ნუ მოკლედ დედაჩემმა ასეთ ხერს მიმართა. ხელი აიღო და სქელი ტილოთი შემიხვია. და ამით იძულებული გავხდი რომ დამეწყო უკვე მარჯვენა ხელი წერა. ძალიან მაინტერესებს რომ შენმა ამ ადამიანმა სარკისებურად დაწეროს რაიმე თუნდაც მოკლე ფრაზა. მოდი ჩვენთან გადმოინაცვლე და აქ არის ჩვენთან საშუალება რომ შენ ის შენი ბავშვობის ნიჭი გამოამჟღავნო ახლა ჩვენთან ერთად. აი აქედან დადექი და რაც შენ გაგეხარდება ის დაწერე. ასოებს შემოგვიმებულად წერდა ეს. ეგ არის სარკისებული აბა. უყურეთ, ეს წავიკითხე. გამაგარია ხო? არა, მართალი ყოფილა ის შენი მასწავლებელი გენცვალე. ამის საკითხვა არ გიჟი. ექიმებს მივხვდი. უყურეთ ექიმებს. სად უყუროთ ახლა ექიმებს? რუს. ხედავ შენ რა ხდება? არა, მე მგონი კოტე შენ ეგ ფრაზა იცოდი, რაც უნდა დაეწერათ. არა, არ არის ეგ ადგილი რუსთავი. ორიანი დაწერე ახლა ყომა და ეგ არის რა. ორზე. ბრავო. ესე იგი, ეს როგორ უნდა ვნახო? ესე უნდა წავიკითხო თუ ასე უნდა წავიკითხო, არ ვიცი, არა. უყურეთ ექიმებს რუსთავი ორზე. დიდი მადლობა. საერთოდ ზოგადად ასეთი ჩვევა 5 წლამდე ბავშვებს უფრო ახასიათებთ, თუმცა ამას თვითონვე ასწორებენ ხოლმე და იწყებენ მერე ნორმალურ წერას, ეს მემარჯვენეებსაც ახასიათებს ხოლმე და ასევე მემარცხენეებსაც. როგორც წესი სკოლის პერიოდში ეს ჩვევა ქრება დაწყებით კლასებში, მაგრამ მშობლებს უნდა უურჩიოთ თუ მაინც არ გამოსწორდა ეს უმჯობესია მაინც ფსიქოლოგთან მივყავთ, თუმცა იმ შემთხვევაში, როცა ესე სარკისებურად წერაზეა საუბარი. დათო, შენ რა სიტყოდი და რა რჩევას მიცემდი მშობლებს? არანაირად, არავითარ შემთხვევაში არ დაუშალოს თავის შვილებს ცაცია ხელი წერა, რადგან ცაციებზე არის ნათქვამი, რომ არიან განსაკუთრებულად ჭკვიანები. ძალიან დიდი მადლობა. გავგზავნით დაბას. დაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობს კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, კვლევებზე დაყრდნობით, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ალბათობა არსებობს იმისა, რომ ბავშვი გამოვიდეს ცაცია.
აი ამ მშვენიერ დაფაზე არის ეს ყველაფერი ასახული. თუ ორივე მშობელი არის მემარჯვენე, იმის ალბათობა რომ ბავშვი დაიბადოს ცაცია არის 10%. თუ ბავშვს მამა ცაცია ყავს, მაგრამ დედა მემარჯვენე არის, ამ შემთხვევაში იმის ალბათობა რომ ბავშვი ცაცია იყოს არის 17%. პირიქით თუ დედა ცაცია და მამა მემარჯვენე, ამ შემთხვევაში 22%-ია იმის ალბათობა რომ ბავშვი ცაცია დაიბადოს, ხოლო თუ ორივე მემარცხენეა, ანუ ორივე ცაცია არის, აქ უკვე 25% არის იმის ალბათობა რომ ბავშვიც მემარცხენე იყოს. დედის გენი უფრო მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. დაგეთანხმები, იმიტომ რომ ჩემი მეუღლე არის ცაცია და ჩემი ორივე ვაჟი არიან ცაციები, ანუ 22% მე მგონი ავწიეთ ჩვენ მაჩვენებელი, ხო, ოჯახში. ოჯახში 90-ზე არის ასული. და მე ველოდებოდი რომ ორივე ცაცია მშობლის შემთხვევაში შვილის ცაციობის ალბათობა უფრო მაღალი იქნებოდა ვიდრე 25% რაც ეველმა გითხრა. არ არის ცოტა. არ არის ცოტა, მაგრამ მაინც ალბათ ცოტა იმ 100%-იანი ცაციობის პირობებში, როცა დედას და მამაც ცაცი არიან. და მე აქვე დავამატებდი იმას, რომ დედამიწის მოსახლეობის 1/10, ანუ 10% არის ცაცია. დიდი მადლობა ლევან საინტერესო ინფორმაციისთვის. როცა ცაციებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი დიდი უპირატესობა, რომელიც აქვთ ცაციებს სპორტში. ისინი არიან ძალიან წარმატებულები. იქიდან გამომდინარე, რომ როცა ორთაბრძოლებზეა და ესეთ კონტაქტურ სპორტზეა საუბარი, ანუ ორი ოპონენტი უპირისპირდება ერთმანეთს, როგორც წესი სპორტსმენები მომზადებული არიან ჩვეულებრივ მემარჯვენე მოწინააღმდეგესთან შერკინებისთვის, ჭიდაობისთვის თუ ორთაბრძოლისთვის და ნაკლები ყურადღება ცაციაზე მიქცეული და აი ზუსტად მანდ არის მერე ცაციების უპირატესობა მოულოდნელი დარტყმების და ასე შემდეგ. და არა მარტო კონტაქტურ სპორტში, სხვათა შორის ჩოგბურშიც ძალიან ჩემი ორივე ვაჟი ჩოგბურთზე დადიან და საკმაოდ კარგად იყენებენ იმას, კარგი უპირატესობა აქვს ხოლმე განსაკუთრებით მოწოდების დროს ცაციებს და ყოველთვის აღნიშნავენ ჩოგბურთელები, რომ ცაციები უხერხული მეტოქეები არიან. ზალიკო, შენ ხო არ გიფიქრე როდისმე რამე სპორტზე ან ხო არ იყავი რამე ესეთი ბავშვობაში გატაცებული რამე სპორტზე დავდიოდი ბავშვობაში როგორც ყველას ფეხითაც ცაცია ხარ? ფეხითაც ცაცია. აჰა, აბა გითხარი როგორ იყო ეგ ამბავი? ისროლაფე ყველანაირად ცაცია. და ერთი პერიოდი ბოქსით დავინტერესდი და მე კარგად რო გამლახეს დავანებე. მაინც გაგლახეს. ხო, ანუ ცაციობა ვერ გიშველა ამ შემთხვევაში. ცაციობის მომენტმა. სამწუხარო. ისე ჯობია ამ ჩემ სპორტს. ესე იგი აბსოლუტურად გეთანხმებით. ეთყობა შენმა მასწავლებელმა ლეონარდომ კრივი არ გასწავლა და იმიტომ მოხდა ეგრე მწარეთ. პრინციპში რაც აირჩია და რა პროფესიასაც მისდევ ძალიან მაგრად გამოგდის და ხარ უცაძლოდ პოპულარული ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. ლევის საქმეები ლევად გააკეთე და მოდი ახლა შენ რა შემოქმედება და ჩანახატი გააკეთე აქ ექიმების გარშემო. ხატეთ და აი ესე ფოტოშოპის იუმორი და სიცილი ერთგვარი თერაპია და აუცილებელია ჯანმრთელობისთვის და მეც ფაქტიურად ექიმი ვარ, თქვენი კოლეგა ვარ. აბა მოიწიეთ ახლა ახლოს კაცი კოლეგა. მე აღარ ვსაჭიროა. მუზეუმში გადაინაცვლეთ. ძალიან დიდი მადლობა. და მშობლების გასაგონად კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არაფერია ცუდი იმაში, თუ კი თქვენი შვილი მარცხენა ხელს უკეთესად იყენებს ვიდრე მარჯვენას. ასე რომ არ დაუშალოთ მათ მარცხენა ხელით მუშაობა, ექიმები ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით, დროებით.